თანხმობა, როგორ უყურებთ აი ამ ცვლილებას, თუმცა ასევე ერთი საგულისხმო ნაწილი არის ის, რომ ეს სავალდებულო თანხმობის წესი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სპორტული ასოციაციის, ფედერაციის, კომიტეტის, რაღაც ინდივიდუალურ სტიპენდიებზე არის გამონაკლისები და ასე შემდეგ. ამბობენ, რომ რევოლუციონარი სცენარის დაფინანსებას შეუძლება. ხო, რაღაცნაირად არ უნდა ქონდეს ივანიშვილის ბანდას, ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება, არანაირი თანხები არ ემოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური, არც ქართული და მას აქვს სურვილი და არათუ სურვილი, არამედ მიზანი აქვს ეს და ყოველდღიურად ასრულებს ამ მიზანს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად როგორც ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით წყდებოდეს მხოლოდ ივანიშვილის გავლით საქართველოში. შაუპაყო შუმაგანაც გადამხდა დაკავშირებით, რომ ამ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებით დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა NGO-მ, ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზეო და ამასაც მაინც ესე შემზღუდავად უყურებთ რეპრესიულ კანონს. კი, რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამას არ უყურებდეს, ესე შეიძლება ვიღაც იტყუებოდეს, რომ ეს ასე არ გახალთო, მაგრამ ყველა ადამიანი ხვდება, რაც მოაზროვნე, რომ ყველა ამ ცვლილებების მიზანი საბოლოო ჯამში გახალთ ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები ქვეყანაში და ყველაფერი აბსოლუტურად არასოთრო ორგანიზაციების ჩათვლით კონტროლდებოდეს ივანიშვილის მიერ. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ ცვლილებებში შესულ კანონზეც მინდა გკითხოთ, აღნიშნულის მიხედვით საჯარო, ასე ვთქვათ, ლექციის ჩატარება და ასე შემდეგ პოლიტიკური პარტიისთვის ესეც იკრძალება. ამასაც რეპრესიულად აფასებს პრინციპში და შემზღუდავად ოპოზიცია. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ხო და მე შაუპაყოშვილის მიხედვითაც გკითხავ. ხო, ამ ყველაფერი იგრძალება ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ, იგრძალება საჯარო ლექციის ჩატარება, პოლიტიკური პარტიის ზოგადად ქონაც, იგრძალება დასავლეთიდან თუნდაც ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება, გასაგებია, რომ როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს იგრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვუხილეთ ჩვენ ლუკაშენკოს ბელორუსში, რაც ვუხილეთ პუტინის რუსეთში და რასაც ვუყურებთ ჩვენ ივანიშვილის საქართველოში. გრანტების ამბავზე კითხავთ, თუ რო იქნება რაიმე გამონათული, საერთოდ დაუპირისპირებს ოპოზიცია. ხო, ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა, მათ შორის არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ქართულ ხალხს, რომ ქუჩის პროტესტით და ეროვნულ წინააღმდეგობით გადატეხოს ეს რეჟიმი. სხვა გზა აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რეპრესიული და მით უფრო შემზღუდავი ხდება რეჟიმი თავისი ეგრეთ წოდებული კანონებით, რუსული კანონებით, იმიტომ ეწოდება ამ კანონს რუსული კანონი, რომ მიზანი არის იგივე, რაც იყო პუტინის რუსეთში. კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობა. პარტიებზე მინდა ესე თუ სხვა კითხვა არის, პარტიებზე ჩავაკითხები, შაუპაყოშვილმა ასევე ბატონები ესეც განმარტა, რომ ამ ყველაფრის ისეთ მიღების წინაპირობა ამ კანონების დაცულების გახდა ის, რომ მაგალითად არჩევნების წინ აქტიურად ვხედავდით, რომ რიგი პარტიებიო, მათ შორის ახალგაზრდულ ჯგუფებს თუ პირიქით უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები ამ პარტიების წარმომადგენლებს უწარებდნენ ლექციებს და სწორედ ამ ლექციებიდან გამომდინარე მიდიოდნენ და მუშაობდნენ იმას, რასაც ჩვენებდნენ, ხო? აი ამაში ამ არგუმენტს როგორ უპასუხებთ და რას დაუპირისპირებთ? ეს არგუმენტი არ გახლავთ, თუ პასუხი უბრალოდ გვახსოვს ნამდვილად, რომ ტარდებოდა ესეთი ტიპის სემინარები, თუმცა რამდენად იქნა განიხილებოდა ეს რასაკვირველია ცალკე თემა არის, მაგრამ ამბობდნენ, რომ გასაგებია ზოგადად ადამიანს არ სურს, ივანიშვილის ბანდის არც ეწევს არ სურს, რომ ადამიანებს კონდეთ განსხვავებული აზრი და ამ განსხვავებული აზრის მიხედვით ტარდებოდეს სხვადასხვა ტიპის დისკუსიები, ლექციები. ეს ახალი არ გახლავთ, ეხლა დიქტატურა ძალიან ბევრ ქვეყანაშია დამყარებული. საქართველოშიც არსებობს ამის პრაქტიკა კომუნისტური ბოლშევიკური რეჟიმის დროს, მაშინაც აიგზალა ყველაფერი, რაც იყო ოპოზიციური და განსხვავებული აზრის მქონე, მათ შორის საჯარო ლექციები, მათ შორის ნებისმიერი ტიპის კავშირი თავისუფალ სამყაროსთან, ამიტომაც ივანიშვილი და მისი ბანდა ახორციელებენ ზუსტად იმავე მეთოდებით კრიტიკული აზრის ჩახშობას და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს წინააღმდეგ ხდევნას. ეს არის ძალიან ცხადი ყველასთვის აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. გერმანული მედიაციას ეს გრანტებზე კითხავთ რა. რეალობაში მოდი, გრანტების აქტები რეალობაში დაგვაგებთ ხოლმე. ზოგადად გრანტები არა მხოლოდ ეს არის კომპლექსურად ყველა ეს კანონი ემსახურება ერთ მიზანს, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი იყოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გარეშე ქვეყანაში, ანუ ვერ ატარებდეს ლექციას, ვერ იღებდეს დაფინანსებას, არ ქონდეს უფლება პოლიტიკური მოღვაწეობის, ეს გახლავთ დიქტატურის დამყარების რეცეპტი ივანიშვილის მხრიდან. გერმანული მედიაციას ევროკავშირის გრანტებზე არსებობს სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრანტები ლობისტური საქმიანობისთვის, პროტესტისთვის და ზოგჯერ კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოიყენებოდაო. თქვენთვის რას ნიშნავს ეს სტატია და ეს დასკვნა?
ხო, ჩემთვის ეს დასკვნა არის ევროკავშირის შიგნიარე პროცესები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება საქართველოს შექმნილი სიტუაციისგან, თუ იმის გონია, რომ ქვეყანაში როცა ოპოზიციური პარტიები იგზავნება, თავისუფალი მედიები იხურება და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ფეხის გადადგმის უფლებაც აღარ ექნება. თუმცა ეს კანონების დონეზე იქნება დაკანონებული რაიმე ტიპის კავშირში იმყოფება ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან, მე ვისურვებდი, რომ არ ვიცი ხა რა ჯობია რომ ამ ყველაფერს რეალურად ფიქრობდეს, თუ იტყუებოდეს, რომ პროპაგანდისთვის საჭირო იყოს ეს ყველაფერი, ხო? აი როცა რას მიანიშნებს თქვენთვის ეს განცხადება? ხომ არის იმის შანსი, რომ საქართველოშიც ამ მიმართულებით იხარჯებოდა ეს ფული? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროპაგანდის მიზანი, რომ საქართველოში ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის დაჭერა, გაძევება, ფინანსური დაყადაღება, საქმიანობის პოლიტიკური საქმიანობის აღზრდა რაიმე ტიპის კავშირში დაინახოს ევროპაში მიმდინარე პროცესებთან, უბრალოდ გახლავთ არაადეკვატური და აცდენილია ფაქტობრივ რეალობას. აი ერთ-ერთი წევრი მაგალითად აღმოსავლეთ შევნახეთ, რომ ხარს უჭერდით ადგილობრივ პროტესტებს, რომელთაგან ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა. პირდაპირ მიანიშნებს ამაზე ამ 7 მილიარდ ევროზეა საუბარი. არის თუ არა პრობლემა გაუმჭირვალობა რო გითხრათ ზოგადად? 7 მილიარდის დაგახარჯვა. არ ვიცი, ადამიანებს გასაგებია რომ პროპაგანდის გამოხლება სურთ, მაგრამ ეხლა ფაქტია ეს. ფაქტია, მე რას ვთქვი, ფაქტია რა არის? საქართველოს შექმნილი სიტუაცია ევროკავშირის მსგავსი არის, თქვენ მართლა ამას ფაქტად მიიჩნევთ? არა, მე გეკითხებით ევროკავშირში. არა, ფაქტია მეუბნებით მედია და მაგრამ ევროკავშირში რაც მოხდა არავითარ კავშირში არ მოხდება საქართველოსთან. ეს შევაფასე ევროკავშირში შექმნილი საუბრობენ ამაზე. შევაფასე, არ ვიცი, მე არ ვარ პოლიტიკური მომხიბველი, მე შემიძლია ზოგადად გავგაცეთ პასუხი საქართველოს კონტექსტზე, მე არ გავხარ პოლიტიკური ანალიტიკოსი, ვარ პოლიტიკოსი და პასუხობ საქართველოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ევროკავშირის შიდა პოლიტიკის მომხიბვა შეგვიძლია პოლიტიკურ ანალიტიკოსებს ვკითხოთ. ევროკავშირის შექმნილი სიტუაცია, რა ვიცი, რა მიმართულებით პრობლემური არ უნდა იყოს ყოველდღიური. 7 მილიარდი რო იხარჯებოდა გაუმჭირვალედ ამასთან დაკავშირებით. არის თუ არა პრობლემა? ორგანიზაციისთვის ასეთ რეფერენსებს. ეს კიდევ ხოლმე მეორე პროპაგანდის მიზანია, რომ კონკრეტული პრობლემები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ან გამოძიებები, ნებისმიერი ტიპის პრობლემა ევროკავშირში შექმნილი, მიასადაგოს საქართველოს შექმნილ სიტუაციასთან. ასე ხალხ უბრალოდ არაადეკვატური, რომ ქვეყანაში ხარდება პუტინის ტიპის დიქტატურა, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ხა წარმოგიდგენთ ევროკავშირის ქვეყანა, სადაც საჯარო ლექციები აკრძალული, დაფინანსებები არის აკრძალული, სადაც პოლიტიკური პარტიის საერთოდ დარეგისტრირება არის აკრძალული. ანუ ახლა პარალელის გავლება ქართულ რეალობაში ევროკავშირთან აბსოლუტურად არაადეკვატური გახდა და მით უმეტეს როდესაც ქვეყანაში შექმნილი ასეთი ეგზისტენციალური კრიზისია, აი როდესაც ქვეყანა მართლა დემოკრატია განადგურების პირას არის, ამ დროს საუბარი რაღაც ევროკავშირში მიმდინარე რაიმე ტიპის პრობლემაზე უბრალოდ არაადეკვატური გახდა. ანუ თემის მართალი გუნდის შეფასებაც რო შეაფასოთ, ასე ამბობენ რომ ეს პირდაპირ არის დასტური, რომ ეს თანხები იხარჯებოდა ლობისში, იხარჯებოდა NGO-ებისთვის, რომლებიც მერე პოლიტიკურ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას. ხო, ნუ მართლმა გუნდმა უნდა აღიქვას, რომ არავითარი კავშირი მათ ევროკავშირთან არ აქვს, ისინი წარმოადგენენ ბოროტების ხელის ქვეყნების ერთ-ერთ განშტოებას, ქვეყანას, სადაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სულს ხავავს, სადაც ყველა დამოუკიდებლობა თავისუფლების ასე ვთქვათ კუნძულს და ინსტიტუტს ემუქრება საერთაშორისო საფრთხე, ამიტომაც ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით მათი განცხადებები საერთოდ არ გახლავთ ადეკვატური, ეს იგივეა პუტინმა რომ სამშვიდობო ოპერაციებზე ისაუბროს. რაში იხარჯება თქვენ როგორ ფიქრობთ ეს თანხები? ამ თემაზე სცენიდან მათ შორის რომ ღამე უნდა გაიქენებინათ, შემდგომ უკვე ვიხილეთ პოლიტიკური ესე ვთქვათ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების მშობლებმა დაარსეს საზოგადოებრივი მოძრაობა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ შემდგომ უკვე ამ ადამიანების, მათ შორის ზურაბ ცეცხლაძის დაკავებული ცეცხლაძის მამის და სხვა ადამიანების მშობლები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხვალ 9 აპრილს არ მიუშვებენ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ მემორიალთან. ამაზეც მინდა გკითხოთ და ასევე ამბობენ უკვე მათ შორის ჯგუფებშიც იწერება ამის შესახებ, რომ შეიძლება აი ამ გათენებამ ესე ვთქვათ, რაც იგეგმება დღეს გამე, რაღაც ღამე ახალი პოლიტიკური მოძრაობაც კი დაბადოს. აი პირველ რიგში ეს აქცია რომ შეგვიფასოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ძალიან სიმბოლური არის დღეს ღამის გათევა 9 აპრილის გამოცდა, იმ პროცესების გამოცდა, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს ერთი ნაწილი და რამდენად ფიქრობთ, რომ შეიძლება მართლაც რაღაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაიბადოს, რომლის ავანგარდში შეიძლება ჩადგნენ სწორედ ეს ადამიანები. პოლიტიკური მოძრაობა დაბადებულია ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ სინისის პარტიულები არიან ამ მოძრაობის ლიდერები, რომელიც იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის.
და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ 9 აპრილის შემდგომ არასოდეს ასეთი რეალური 9 აპრილის მონაპოვარის დაკარგვა არ ყოფილა სამწუხაროდ, ეს არის თავისუფლების დაკარგვა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის წინაშეც ჩვენ ვართ, იმიტომ რომ თუ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ გაფორმდა, თუ ქვეყანა დასავლურ სამყაროს საბოლოოდ ჩამოშორდა, არ იქნება მექანიზმი, არ იქნება სამწუხაროდ რესურსი ქვეყნის შიგნით იმის, რომ მოხდეს გადარჩენა ქვეყნის სუვერენიტეტის. ამიტომაც ყველა ქართულის ვალდებულება დღესაც გამოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან სიმბოლური თარიღი და მეორე, რა თქმა უნდა, ვალდებულებას აამძაფრებს ის ფაქტი, რომ ეს ხალხი სინისის პატიმრების მშობლები მოგვიწოდებენ, რომ დავდგეთ მათ გვერდზე და ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილები გაიმეტეს წყობით ციხისთვის შეთითხმული ბრალდებების საფუძველზე. ეს გასაგებია, თქვით, რომ პოლიტიკურ მოძრაობას არსებობს სამწუხაროდ ეს ადამიანები იმყოფებიან პატიმრობაში. მე გეკითხებით, რამდენად შეიძლება რომ მათ შორის პატა ბურჭულაძეს, იმიტომ რომ მისი მოწოდება იყო ალბათ თქვენს გახსოვთ და სწორედ მისი მოწოდების შემდგომ დაიბადა ეს იდეაც გამისნევასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩაუდგეს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, სწორედ ამ ადამიანებთან და რამდენად რეალურად შეიძლება შეაფასოთ მათი შანსებიც, ესე რომ ვთქვა. არ ვიცი, თქვით ნამდვილად, მოძრაობას ეს არის დიდი საპროტესტო მოძრაობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქვეყანაში ივანიშვილის სისტემის დემონტაჟი და საქართველოს გადარჩენა. ამ მოძრაობის ლიდერი ნამდვილად გახლავთ ერთ-ერთი ბატონი პაატა ბურჭულაძე, თავისი მათ შორის აი ამ თავგანწირვით, რასაც ბოლო თვეების მანძილზე ის გვაჩვენებს, ამ მოძრაობის ლიდერები ნამდვილად არიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ადამიანები, რომელსაც არის პოლიტიკური ტყვეების ოჯახის წევრები, ანახოლოდ მშობლები და ეს ახლა ისედაც ფაქტი გახლავდა, ეს მოძრაობა ისედაც არსებობს და ამ მოძრაობის ლიდერები თვითონაც არიან, ამიტომაც სხვა კონტექსტში ვერ გიყოს. საგამოძიებო კომისიამ ახლა მუშაობა დღესაც მე მინდა გკითხოთ ასევე, ამ თემასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ 9 აპრილს არ მიუშვებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან. ამან რამდენად შეიძლება რაღაც სიტუაცია დაძაბოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მემორიალთან ყოველთვის 9 აპრილს მიდიან მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის მამამისი ან ზურაბ ცეცხლაძის მამა სხვა ოჯახის წევრები ძალიან კაფიოდ ამბობენ, რომ დავიკავებთ ამ მემორიალის ტერიტორიას და არავის არ მიუშვებთ. ამასთან დაკავშირებით. ამ აქციის ორგანიზატორები არიან პოლიტიკური ტყვეების, სინისის პატიმრების მშობლები, ჩვენ მათ გვერდზე ვიდგებით. დღის ეს რიგი იქნება გასაზღვრული მათ მიერ, პოლიტიკური პარტიები ამ შემთხვევაში ვიქნებით მათი დამხმარეები, გვერდში მდგომები, გულისხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიებს არ გულისხმობ, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს იქ შევიკრიბებით, ეხლა პარტიული ნიშნებით ნამდვილად არ ხდება ასეთ აქციების დროს მოქმედება, ამიტომაც ვნახავთ რა მოხდება, მე წინასწარ ვიგეთქვი. თქვენს ფიქრობთ, რომ არ მივიდნენ ეს ადამიანები? ზოგადად მორალური უფლება რო არ აქვს ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის ისტორიაში ამ ჩადენილი უდიდესი ღალატი ბოლო თვეების მანძილზე, იმიტომ რომ საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეში დაგვაყენეს, რა თქმა უნდა მორალური უფლება არ აქვს. რაც შეეხება ხა კონკრეტულად მისვლა არ მისვლას, ფაქტი არის ის, რომ მათ ამის მორალური უფლება არ აქვს და ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბატონი თუნდაც ცეცხლაძე და სხვები აკეთებენ ხელისუფლების განცხადებებს. რაც შეეხება პროცესში ჩვენ კიდევ უფრო ვიმეორებთ, რომ თავარი არის, რომ აი ამ უდიდესი საფრთხის არიდება შეძლოთ, იმიტომ რომ მართლა 8 აპრილს იმიტომ უნდა შევკრიბოთ კარგად პოლიტიკური ტყვეების და სინისის ტყვეების საკითხისა, რომ აი 8 აპრილს და 9 აპრილის ღამეს რაც მოვიპოვეთ სისხლით და მათ შორის ძალიან მომაყოფ, რომ ჩემი მშობლებიც იყვნენ 9 აპრილის აქტიური მონაწილეები, მომჩებთ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ამის ყველაზე დიდი დაკარგვა, ასეთ საფრთხე ამ თავისუფლების დაკარგვის არ ქონია, ამიტომაც პირველ რიგში არ უნდა შევკრიბოთ ჩვენ 8 აპრილის ღამეს. და დღეს საგამოძიებო კომისიამ მუშაობა განახლა, დღევანდელი დღის ეს რიგის თემები აღწერა საქმე, ზილები ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმე. თუ არის კითხვები ერთ ნაციონალურ მოძრაობაში ამ თემებზე, რამდენად აქტუალურია ეს საკითხები? კონკრეტული ფაქტები, რომელიც მოხდა ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის დროს, არის 20 წელზე მეტია ფაქტობრივად უკვე განხილვის, 20 წელი ახლობთ განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, სამართლებრივი мотиваცია რო ქონდა ივანიშვილს და მის ბანდას 2025 წლამდე არ მიიტანდა ამ საკითხებს და მანამდე მოხდებოდა ამ საკითხების ამოწურვა ამ საკითხებზე, თუმცა ეს ხალხი არის, რომელიც იყენებენ კონკრეტულ ადამიანურ ტრაგედიებს და თუნდაც შეცდომებს თუ დანაშაულებს იმისთვის, რომ მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და გაამართლონ საკუთარი დიქტატურა. ამიტომაც არის, რომ 2025 წელსაც იგივე საკითხებით манипуლირებენ, მაშინ, როდესაც 2012 წელსვე შეეძლოთ დაეწყოთ გამოძიება და ეფექტურად გაეცათ პასუხი ამ უმჭურავად ყველა იმ პრობლემისთვის, რომელიც არსებობდა მანამდე. და როგორ უყურებთ ზოგადად ამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა არ მისვლის საკითხს, ჩვენ უკვე ვნახეთ პროცესებიც, მეორე მხრივ პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მართლობაშიც ამბობენ, რომ კანონი აღესრულებაო და თუ სიმართლე აქვს, რომ მივიდნენ და ეს სიმართლე თქვა ღიად საჯაროა. ხო, არა. თვითონ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მათ შორის საგამოძიებო კომისიაც გახავთ არალეგიტიმური და მის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში
გასამართლება წარმატებული საქართველოს შენებლობის პროექტის და დისკრედიტაცია ქართული ჯარის, მათ შორის და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, ამიტომაც მათში მონაწილეობა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება მე არ მგონია სწორი, გულისხმობ მით უმეტეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თორე ხო სხვა ადამიანებს ნამდვილად ვერ დავუწყებთ ახლა გულის დარიგებას თუ რა უნდა ხდება და როგორ უნდა ხდება, გულისხმობ არაპარტიულ ადამიანებს. რაც შეეხება პარტიულ პოზიციას, პარტიულ პოზიცია ესეთი გვაქვს. მე მინდა გითხრათ ბატონო ირაკლი ბოლოს ვიკითხავ, აი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, იგი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ისევ გააქტიურებული არის სალომე ზურაბიშვილის მიმართ. აი როგორ უყურებთ რა ეტაპზეა თქვენს ან ოპოზიციის წარმომადგენლებს და ექს-პრეზიდენტ შორის კონსულტაციები და აი როგორ უყურებთ ზოგადად ამ საკითხს გვესმის საკმაოდ ისეთი ხისტი განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რაც გასაგებია, რომ მისი განცხადებებით გამოწვეულია ჯერ ერთიანობაზე, შემდგომ ამ ერთიანობის სიტყვა კოორდინაციით შეცვლით, ესეც გასაგებია, მაგრამ აი როგორ განვარწოთ. ჩვენ ერთიანობის მთავარი ლობისტები ვართ ბოლო წლების მანძილზე, თუმცა სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში, როცა არსებობს მთელი რიგი განსხვავებები, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ და არ ვილაპარაკოთ ამის შესახებ, რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ახლა ერთობლივ ბრძოლას, ამ მხრივ ჩვენ არასოდეს საბოტაჟს არ მოვახდენთ ამ პროცესის, ყველა აქტორი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ტაქტიკურ და სტრატეგიულ დაბიჯში, რომელიც გადაედინება და რომელიც ჩვენთვის არ იქნება სწორი, ჩვენ თავს დაუკრავთ და მივიღებთ მონაწილეობას. აი ამაზე იყო კითხვები, მაგალითად მას სურდა მხოლოდ ესე ვთქვათ ავანგარდში ყოფნა მხოლოდ მას ან მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამის შესახებაც დაიწერა, ამის დადასტურება რამდენად შეგიძლიათ, რომ ერთ-ერთი ესე ვთქვათ დაპირისპირების განმაპირობებელი, აი გარდა შეცვლილი კოორდინაციისა, იყო ის ნაწილიც, რომ მხოლოდ მას უნდა და რომ თქვენ კონკრეტულად არ ვიცით ვის განცხადებას გულისხმობთ, ანუ რა არის საფუძველი თქვენი კითხვის, მაგრამ ზოგადად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ეგია არა, ჩვენ რაც შეგვიძლია ხო და ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტული მიმართულებით ამ მხრივ რაც ჰქონდა კითხვა, იყო ის, რომ თუნდაც აქციების დროს ვისურვებდით და იყო ჩვენი სურვილიც, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ გამოსულიყო ხოლმე და გამოსულიყვნენ თუნდაც პოლიტიკური სიდისის პატიმრების ოჯახის წევრები, გამოსულიყვნენ სხვა ადამიანები. ეს თუ იგულისხმება, ეს ასე იყო კონკრეტული ეს შემთხვევა თუ იგულისხმება. ზოგადადაც მიგვაჩნია, რომ ერთი კონკრეტული ლიდერი, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს, ამ მოძრაობას ფიზიკურად ახლავს. და არც იქნება სწორი ასე დავუყენოთ საკითხი. მისი მხრიდან იყო ეს მოთხოვნა? არა, მოთხოვნა ესეთი არ ყოფილა უბრალოდ სიტყვით რამხელთან დაკავშირებით კონკრეტულ აქციაზე, ბოლო აქციაზე იყო ასეთი რამ, რომ თვითონ გამოვიდა ბოლო სიტყვით, რაც ჩვენ არ მიგვაჩნდა სწორად, მაგრამ ხა ამ დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ტაქტიკური, სტრატეგიული მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც არსებობს და განსხვავებული ხედვები და არსებობს, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ერთობლივად ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის გვაერთიანებს, რომ ხედავთ, რომ საქართველოში სახელმწიფოებრობა დადგურდება და ქუჩის პროტესტსა აი ამ ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, რომ ახალი თავისუფალი არჩევნების და ტყვეების გათავისუფლების ალტერნატივა არ აქვს. აი კონსულტაციის ფორმატში როდის აპირებთ კიდე შეხვედრას თუ არის გაგიგებული? შეხვედრები მუდმივად ტარდება, არ ვიცი ხა რომ კონკრეტულ დღეს მივალთ ჩვენ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად მივიღებთ მონაწილეობას შეხვედრებში. დანიკა მელიას განცხადება რომ შეეხოს არასწორი ოპოზიციური პარტიების მოსაზრება, რომ ახლა ადგილობრივი არჩევნებზე საუბარი ივანიშვილის შემოქმედებული თემაა და ამბობს, რომ ცხადად უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიცია. ის მიზიარებთ თუ არა ამ პოზიციას და თქვენი პოზიცია როგორია საქართველოს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით? არა, ხო, შემოქმედებული თემა ეს რეალურად დგას ეს თემა, თუმცა ივანიშვილის პროპაგანდაც ცდილობს, რომ გასაკუთრებული აქცენტი გააკეთოს ამ თემაზე და დაჩრდილოს პროტესტი და წინააღმდეგობა. თუმცა რაც შეეხება ამ მოსაზრებას, ზოგადად ჩვენ გვაქვს ძალიან კაფე მოსაზრება ადგილობრივი, ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ ფერმერულ არჩევნებთან დაკავშირებით და მით უმეტეს ბოლო წლების შემდგომ ჩემი აზრით არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის, არამედ მხოლოდ კოალიციას ცვლილებისთვის, არა ნებისმიერ სხვა აქტორისთვის, ყველასთვის უნდა იყოს ცხადი, რომ როდესაც საარჩევნო დემოკრატია აღარ არის საქართველოში და როდესაც არჩევნებში დამკვირვებლის ინსტიტუტი როგორც ასეთი აღზარდეს და უბრალოდ აუგზავნეს ადამიანებს დაკვირვების პროცესზე, რამდენი აზრი აქვს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, ალბათ ყველასთვის ცხადი უნდა გამختارიყო და უფრო მკაფიო პოზიციაც უნდა გაუხდეთ ალბათ. და ასეთ სხვადასხვაობას და ასენებს ოპოზიციის საერთო ინტერესებს. ასეთ სხვადასხვაობა მუდმივად იქნება, იმიტომ რომ განსხვავებით ივანიშვილის ბანდისგან ჩვენთან არ არსებობს რაღაც ახალი ივანიშვილი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და მე ჩვენ უსიტყვო მორჩილებაში ვიმყოფებით, თუმცა მთავარია რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ვიყოთ ერთიანები და ქუჩის პროტესტში ვიყოთ ერთიანები. ეს კი თუმცა როცა აზრთა სხვადასხვაობაზე იმატება, რომ მათ შორის ადამიანები რო გამოდიან და ამბობენ ზოგადად ვერთოკავენო, ამას როგორ ახსნით? არა, ახსნა რა, იცით რა, შეიძლება მუდმივად არსებობს დისკუსია, კიდევ ერთხელ ოპოზიციის შიგნით, თუ არსებობენ ძალები, რომლებიც საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ჩამოშორდებიან თავიანთი
ეგოების გამო ან სხვა მიზეზების გამო ეს მათთვის აისახება ცუდად, თორემ საბოლოო ჯამში ახლა ყოველთვის ესე იყო, როდესაც რევოლუციური ცვლილებები ხდებოდა ხოლმე ქვეყანაში, ხო? ყველა ის ძალა, რომელიც ჩაყვება დიქტატურას და ჩაყვება ავტორიტარიზმს, იქნება დასამარებული ავტორიტარიზმთან ერთად. რამდენად ძალა იქნება ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების ჩანაცვლის შემთხვევაში, რომ იყოს მონაწილეობა იქ რამე ხდება ამ კუთხით, თქვა. Რომელიც ჩანაცვლება. Ну, რა ვთქვა, სოციალობების თუნდაც ამ ფაქტორების გადაწყდა. თვითონ არჩევნები ისაც ხო აქვს შენიშნული. კი ბატონო, და თუ არჩევნების ძალა თუ იქნება, თქვა, ძალას დაიჭირა. ხო, გიპასუხეთ, მაგრამ კიდევ გიპასუხებთ, ქვეყანაში აღარ არსებობს საარჩევნო დემოკრატია, აღარ არსებობს დამკვირვებლის ინსტიტუტი, პარტიების კრძალავენ, ამიტომ ამ დროს ახლა მე რო გითხრათ, რომ არჩევნების მოწოდებას ვაპირებო, ჩემი ფსიქიკური მდგომარეობით უნდა დაინტერესდეთ ალბათ. არა, ძალასთან დაკავშირებით თუ ის რასაც ითხოვთ ის ჩაინიშნა. მაშინ თვითმართველობაზე არ საუბრობთ ესე იგი. ანუ საპარლამენტოზე არ ის მაინტერესებს პარტიის ძალაბრაზიდან თქვენ სასურველი არჩევნებისთვის. აქვს ეს ანუ თუ ჩაინიშნა არჩევნები საპარლამენტო გარეშე საპარლამენტო არჩევნები ხო ეს მაგას ხო თვითმართველობა მაშინ თქვენში ძალა როგორია მოედი ხო ზოგადად საპარლამენტო არჩევნები თუ ჩაინიშნა ისე რომ პარტია არ იქნებით და დაგურებლები არ იქნება მონაზრებას ვერ მივიღებთ ამიტომაც თუ არ მოხდა შესაძლებლობები რომელსაც მოგვითხოვთ არანაირ არჩევნებს ადრე